მოგესალმებით. დამეთანხმებით დღეს სამყარო არც ისე უსაფრთხოა. მოულოდნელ ხიფად შეიძლება ნებისმიერ ადგილას, ყველაზე დაცულ ქვეყანაში და ქალაქშიც კი გადააწყდეთ. არაპროგნოზირებადი და იშვიათი საფრთხე ძალიან ცუდია, მაგრამ იცით თუ არა, რომ დედამიწაზე მრავლად გვხვდება ისეთი ქალაქები და უბნები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის კრიმინალი ძალიან ჩვეულებრივი რამაა. ასეთ ადგილას მცხოვრებ ადამიანებს ყოველდღიური ბრძოლა უწევთ სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოჯახის წევრების დასაცავად და საკვების მოსაპოვებლად. დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ მსოფლიოში 15 ყველაზე საშიშ უბანს, რომელთაც ზოგიერთი ადამიანი დედამიწაზე არსებულ ჯოჯოხეთად მოიხსენიებს. მას ასე, თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. დასაწყისში კი შეგახსენებ, რომ შენ შეგიძლია გამოიწერო არხი და გააქტიურო ზარისღილაკი. ასე არასდროს გამოტოვებ ახალ და ძალიან საინტერესო ვიდეოს ჩვენთან. დავიწყოთ. საპატიო მე-15 ადგილს იკავებს მექსიკის ქალაქ აკაპულკოში მდებარე ერთ-ერთი კრიმინალური უბანი რენატიმიენტო. მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რენატიმიენტოში, უბანი, სადაც ხალხი ყოველდღიურ გაჭირვებას ძლივს უმკლავდება. იქ არსებულ ხელმომჭირნე სიტუაციას კი კრიმინალური და დაძაბული ვითარება მეტად მწვავეს ხდის. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ უბნის ყველა კუთხე ძალიან ღარიბულად და დანაშაულების ბუდეთ გამოიყურება. ყოველი მეორე კედელი ფერადი, მაგრამ აგრესიული ხასიათის მატარებელი გრაფიტებით ამოხატული. მაღაზიები თითქმის ცარიელი. აქ უამრავი ვაკანტური ადგილია. ალბათ ეს იმიტომ, რომ მსგავს სამსახურში თავის დაცვა ძალიან რთული იქნებოდა. თავის დროზე რენატიმიენტო ლამაზი, ლაღი და სიცოცხლით სავსე ადამიანებით იყო დასახლებული, თუმცა დროთა განმავლობაში დანაშაულის მაჩვენებელმა იმდენად იმატა, რომ უბანი თითქმის სრულად დაცარიელდა. აქ აღარ გამოდიან მეზობლები საჭორაოდ და აღარც იცინიან. აქ აღარც ბავშვების კისკისის ხმა ისმის. ერთადერთი, რასაც ამ ქალაქში გაიგონებთ, ალბათ სროლის და ჩხუბის ხმა. შეგახსენებთ, რომ ეს უბანი მექსიკაში, კერძოდ კი აკაპულკოში მდებარეობს.